ესპანეთი 16 წლამდე თინეიჯერებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას აკრძალავს. მადრიდის ახალი მიდგომის თანახმად სოციმედია პლატფორმებს დაევალებათ უფრო ძლიერი ასაკობრივი ვერიფიკაციის სისტემის ამოქმედება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მსოფლიო მთავრობების სამიტზე ისაუბრა. დღეს ჩვენი შვილები აღმოჩნდნენ ისეთ სივრცეში, რომელშიც მარტო ყოფნა მათთვის არასოდეს მოგვიაზრებია. სივრცე, რომელიც სავსეა დამოკიდებულებებით, შეურაცხყოფით, პორნოგრაფიით, მანიპულაციით თუ ძალადობით. ამას უბრალოდ ვეღარ მივიღებთ. ესპანეთის მთავრობამ დაანონსა 5 კონკრეტული ზომა, რომელსაც ციფრული პლატფორმების დასარეგულირებლად აამოქმედებს. მათ შორისაა სოციმედია პლატფორმებზე სიძულვილით სავსე ან უკანონო კონტენტის გათავსებაზე კომპანიების აღმასრულებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამ იდეას თავად ციფრული კორპორაციები ნეგატიურად ხვდებიან. ზოგადი რეფორმის ირგვლივ კი აზრები იყოფა. მე ვეწინააღმდეგები ზოგად აკრძალვებს, თუმცა იმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომ მშობლებმა გარკვეული კონტროლი დააწესონ ამ პროცესზე. ვთვლი, რომ ამგვარი პროტექცია, რასაც ახლა ვუყურებთ, აზრსაა მოკლებული, რადგან დღის ბოლოს ბავშვები საკმაოდ ჭკვიანები არიან და იპოვიან ამ რეგულაციების გვერდის ავლის გზებს. აკრძალვა კი მოგეხსენებათ მეტად მოგვანდომებს სოციალურ მედიას, ზოგადად სკოლის საგნებს და ბევრს ვშფოთავ და მინდა გითხრათ, რომ სოციალური ქსელები ერთგვარი განტვირთვაა ამ დროს. მე არ მომწონს აკრძალვა აკრძალვისთვის. ის სიმართლეა, რომ სოციუმი მივიდა იმ საშიშ კონდიციამდე, როდესაც ინსტაგრამი, სნაპჩატი თუ სხვა სოციმედია პლატფორმები ნეგატიურ გავლენას ახდენენ თინეიჯერების მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს კი მათ ნამდვილად ხელს უშლით გააკეთონ ის, რაც უფრო ჯანსაღია. მაგალითად, მეგობრებთან ერთად დროის გატარება, სპორტით დაკავება, ანდაც კითხვა. ესპანეთამდე იგივე ზომა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც დააანონსეს. ყველაფერი კი ავსტრალიით დაიწყო, სადაც მსოფლიოში პირველად დაწესდა სოციმედია აკრძალვა 16 წლამდე თინეიჯერებისთვის. ამას დომინოს ეფექტი ჰქონდა და ახლა ბევრმა სახელმწიფომ დაიწყო საკითხის დამუშავება. ასეთია საბერძნეთიც, სადაც შეზღუდვები სოციალურ ქსელებზე 15 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა გათვალისწინებული. ათენში მომუშავე ციფრული კრიმინალისტები თვლიან, რომ საუკეთესო მიდგომა აკრძალვების დაწესება არა თინეიჯერებზე, არამედ თავად კომპანიებზე. ეს კარგ გამოსავალს გავს, თუმცა არ მგონია პრობლემა გადაიჭრას. ის უბრალოდ დროებით მოხსნის მას. პრობლემა კი რეალურად საზოგადოებაშია. კითხვა ისაა, რას უკეთებს მედია ადამიანებს თუ ის, რას უკეთებენ ადამიანები მედიას. შეგვიძლია გავაუქმოთ ანგარიშები, მაგრამ ადამიანები მოძებნიან უფრო კრეატიულ გზებს, რომელიც შესაძლოა გაძლებით საშიში გამოდგეს. თუ პრობლემას გსურს გავუმკლავდეთ, უნდა ჩავუღრმავდეთ მას. დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ აქვთ ჩვენს ბავშვებს ეს ჩვევა, მათ სურთ ემოციები დაიკმაყოფილონ, გამოიკვებონ ის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს სწრაფ კვებას გავს, როდესაც გსურს სწრაფად ვჯამოთ და ეს პრობლემას იწვევს. ამ შემთხვევაში ჩვენი თაობა სწრაფი ემოციებისკენ ისწრაფვის. იანვარში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საბერძნეთში ამგვარი აკრძალვის დაწესებას გამოკითხულთა 80%-ით დაუჭერს მხარს. კვლევრების დაკვირვებით სოცქსელებში დაცინვა, სიძულვილის ენის გამოყენება, რევანშის მიზნით განთავსებული პორნოგრაფიული შინაარსის მასალები, შევიწროვების, დამცირებისა თუ ფინანსური შანტაჟის შემთხვევები საგრძნობლადაა მომატებული. მათ სჯერათ, რომ შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გზა საკითხის სიღრმისეული გააზრება და აღზრდაზე კონცენტრირებაა. ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ადამიანების სურვილები აჩქარებულია.